გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო, გამარჯობა პატივცემულო დავსწრე საზოგადოება, მოგესალმებით, გთხოვთ აპლოდისმენტებით მივესალმოთ ერთმანეთს. თქვენ გამა MMA-ის მეორე შეჯიბრის კონფერენციაზე და მე ძალიან მიხარია და მინდა წარგიდგინოთ თქვენ ყველაზე ასე ვთქვათ გამორჩეული წყვილები, რომელიც ყურადღებას იქცევს და გვინდა დავიწყოთ გამა შერეული ორთაბრძოლების პრესკონფერენცია. თუმცა სანამ დავაანონსებდი ჩვენს კონფერენციის პირველ წყვილს, მინდა გთხოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომ აქვე გამოიწეროთ ჩვენი არხი, დალაიქოთ ვიდეო და აუცილებლად დატოვოთ თქვენი აზრი კომენტარებში. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს სპონსორებს, კომპანია NGT-ს, New Generation Technologies და Global Promotion Groups. უღრმესი მადლობა ჩვენს სპონსორებს. აპლოდისმენტები გთხოვთ. მაშასე მეგობრებო, ჩვენი პირველი წყვილი, რომელიც ბრძოლას ჩაატარებს 61 კილოგრამში, იქნება უკვე საერთაშორისო ბრძოლა, შეიძლება ითქვას, თუმცა ახლო მეზობელი ქვეყნიდან ყავს ჩვენ პირველი მებრძოლი სომხეთიდან Хованес Гарагозян. Გამარჯობა Хованес. Здравствуйте. Вам по-английски или по-русски удобнее общаться? Okay, welcome to Georgia. Yeah, it's switched on. You can talk. You can talk. Thank you. Thank you. Yeah. So, as far as I understand, this is your debut in MMA, right? Yeah, right. How is your how your camp went? What can you say about your being ready for this fight, and especially for your opponent, Nicholas? I'm ready for this fight, and I'm prepared for this fight very well. I'm very motivated for my debut, and it will be a good fight. Nice. You and your opponent, you both are, let's say, next generation fighters. You are both young, and you're in the beginning of your career. Your opponent has already done one fight, and he has won in his career. How do you think? Is it big advantage against you since you have debut tomorrow? It's good for him because he was opportunity already at professional fights, but it's okay for me. I don't care about it. Okay. Nika, შენ რომელ ენაზე გსურს საუბარი? კი ბატონო, ქართულად ვისაუბროთ. ნიკა, შენ მომაკვდინებელ ფეხის თაობაზე მინდა კითხო უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა პრომოუშენმა ცალკე ვიდეოც კი დაუთმო, შორტი ამას და როგორ განვითარა ეს დარტყმა და ველოდოთ თუ არა ხვალინდელ ბრძოლაში ამ იარაღს. რა თქმა უნდა, ჩემი პირველი და მთავარი იარაღი იქნება ჩემი ფეხი ხოლაც და რაც შეეხება თუ როგორ განავითარე ჩემი დარტყმა, ამას ძალიან ბევრი წელი დაჭირდა ტაილანდური კრივის და უამრავი სისხლი, უამრავი შრომა, რომ ჩემი ფეხები ყოფილიყო ცივი იარაღი და არა მხოლოდ ფეხები. ეს არის ჩვეულებრივი ცივი იარაღი, რომელიც მორტყვის შემთხვევაში არტოვებს არანაირ შანსს, რომ უზიანოდ გავიდეს ვინმე რა დარტყვის მერე არ არსებობს. კეთილი, გადავალ შენს მეტოქესთან ისევ კითხვით. Hovanes, I was talking with Nika about his leg kicks, especially low kick. Our production team has made a separate short dedicated to his leg kick, to his low kick. What do you think will it be a problem for you? Because as he promises, he will use his weapon
tomorrow for sure. I don't care about his skills, leg kicks or something else. I just want to step the octagon, do my job, follow my game plan, and take the bonus and go back to home. Actually, I was expecting that you're gonna say several words about your leg kicks, because you can kick as well, as far as I can judge from your videos and social the information that is on social media. So can you tell us a few about your game plan, and will you use your leg kicks tomorrow? I don't like to talk about my skills. I like to show it in the octagon. Okay, nice. Nika, შენ დაგიბრუნდები, გივიკითხვით, რაც ფაქტიურად სერგის დაუსვი, როგორ ფიქრობ ის გამოცდილება, რაც შენ გაქვს შეძენილი უკვე პროფესიონალურ MMA-ის რინგზე? ერთი ბრძოლა საკმაოდ წარმატებით ჩაატარე და მოგებით დაამთავრე. წარმოადგენს თუ არა ეს სერიოზულ უპირატესობას მასთან ბრძოლაში, როგორ ფიქრობ? სობას წარმოადგენს არა ჩემი დებიუტი MMA-ში და არა ჩემი გამარჯვება, არამედ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება არა მხოლოდ MMA-ში, ასევე როგორც ტაილანდურ კრივში, კიკბოქსინგში და კრივში. მაგ ჩატარებული არაერთი პროფესიონალური ბრძოლა ტაილანდურ კრივში, რაც მართლა უდიდეს უპირატესობას მაძლევს და ეს დებიუტი MMA-ში უბრალოდ დროის საკითხი იყო, უფრო ადრეც უნდა მეჩხობა მე ეს დებიუტი და იმაზე ბევრი გამოცდილება მაქვს ვიდრე ჩანს პირველ რიგში. შესანიშნავი. მე მხოლოდ ერთი კითხვა მრჩება, მეგობრებო, როგორც დიდი ალბათობით ყველა თქვენ გრძნობთ ამას იგივენაირად როგორც მე, დიდი ალბათობით ხვალ დგომში ბრძოლას უნდა ველოდოთ, ხო? რას ფიქრობთ, ნიკა? ბრძოლა იქნება ყველა ზედაპირზე, როგორც ზევით, როგორც ქვევით, მე ვარ ყველაფრისთვის მზად, როგორც ჭიდაობისთვის, როგორც სტრაიკინგისთვის. ამისთვის დიდი წვლილი შეიტანა ჩემ გუნდმა, ჩემპიონთა აკადემიამ, ჯიმ 13-მა და მე ვარ ყველაფრისთვის მზად, როგორც ჭიდაობისთვის, ასევე სტრაიკინგისთვის. თქვენ უბრალოდ ნახავთ დახვეწილ ლამას და сисхлиан бრძოლას ხვალ. Тоже вопрос я хотел бы адресовать тебе, Ованес. Как ты считаешь, бой пройдет на всех поверхностях или, даже перефразирую чуть-чуть, ты бы как предпочел, чтобы бой прошел? We will see everything in the octagons. Yesterday night. Okay, so you, as your opponent, you're ready to fight on all surfaces. I'm ready everywhere. Okay. In the ground, in striking, it doesn't matter. შესანიშნავი. კი ბატონო, do you have any questions? Okay. აპლოდისმენტები გთხოვთ ჩვენს მებრძოლებს. ნიკოლოზ Iron Leg კურტანიძე და მისი მეტოქე ოვანეს გარაგოზიან. მეგობრებო, წარგიდგენთ ჩვენ შემდგომ წყვილს, მაშასე სერგო ალექსანიან. გამარჯობა სერგო. და სერგოს მეტოქე იაკუბ სნეიკ შაჰინ. მეგობრებო, ესეც მეორე საერთაშორისო ბრძოლა, რომელიც ყურადღებას იქცევს ბევრი მიზეზების გამო. უპირველეს ყოვლისა, იაკუბ საჰინმა უკვე სერიოზული ტრეშ-თოქი აწია და ყველასთან, მათ შორის სერგოსთანაც. და ბიჭების სკილებიც საკმაოდ ყურადღებას იქცევს ბრძოლაზე დამერწმუნეთ, რომ აი უკვე ისე უყურებენ ერთმანეთს, რომ ვერ ითმენ. ამიტომ საკმაოდ ყურადღებას იქცევს ეს ბრძოლა. Guys, I was saying that this is the fight that people should pay attention to. First of all, because of your skills, and second, because of the trash talk that was raised. First of all, by you, Jakub, as far as I can judge, in the Instagram. Yeah. So, tell me a few words about your being ready. First of all, because as far as I know, you had some problems during weight cut, and that's why you have passed weight with penalty. Weight cut'ta sıkıntı yaşadım. Evet, dünden dolayı olduğunu düşünüyorum. Son 2 kilom kalmıştı. Aslında iyi bir kilo düşme süreci geçiriyordum. Fakat başaramadım, başarılı olamadım. Ama bunun
Yani telafisini yarın maçta sizlere çok iyi bir performans göstererek telafi edeceğim. I can speak. Evet, yes, little problem, 2 kilograms, but second time weight cut. Firstly in video, secondly in hotel in weight cut. Little problem. Doesn't matter. Tomorrow night, super night. Are you wrestler? Yes. Last fighter, you're wrestler. You know what? 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 You say 20 seconds submission. For you coming. Jakub me? Yes, for you coming. Oh, fun guy. Fun guy. Bro. You can see tomorrow night and your blood, you're in octagon, for you very hot. Okay? Приведите, пожалуйста, я ему отвечу. Он говорит, что завтра, ну, во-первых, он начал с того, что обещает, что Якуб тебе за 20 секунд сделает сабмишн. Предыдущий соперник у него тоже был борец. Они думают, что у тебя база борьба. И, соответственно, обещают так. Ну и завтра обещают победить убедительно, если по сути передавать и без красот описывать. Во-первых, всем гаваджаба, всем барем. Он сегодня даже весогонку не смог победить. Как он может меня завтра победить? Если он мне хочет за 20 секунд сделать сабмишн, моя левая нога будет ждать его завтра. Я не знаю, на что он надеется. Борьба, бокс, мне без разницы. Я его прибью везде. Будет это борьба, будет это бокс, кикбокс. Мне без разницы. Это разные уровни, братан. Ты не туда полез. Yeah, understand. You understand? Okay. Diyor ki ben de sadece güreşirim diyor, dövüşürüm diyor, boks da yaparım diyor. Pek diyor fark etmez diyor. Konuşuyor salak salak. Ben yaptığı başka bir şey yok yani. Какой ты сабмишн хочешь? Выбери сабмишн, какой ты хочешь, я тебе завтра сделаю. Ne düşünüyorsun? Translate. Какой сабмишн? Yakup söylüyor ki istediğin submission'ı seç, onu yarın sana yapacağım. Beni burada submission edebilmek için öldürmesi gerekecek. Yarın onunla kafeste görüşeceğim ben zaten, merak etmesin. You can die, but you can submission. Как весогонка прошла? Kiloyu salmak zor geçmedi. Ben dün de kiloyu saldığım için 2 kere üst üste kilo vermek zorunda kaldım. Bundan dolayı ufak bir aksilik yaşadım sadece. Second time Yarın anlayacak. cut weight. Little problem. Could you explain better what do you mean by second time cut weight? Why did he have to cut weight 2 times? You don't understand. You don't understand. You don't understand. He is a best fighter. You are an easy fighter. You don't understand, okay? Easy fight. I can speak. Okay, 1 hour. You can wait. We can wait. Don't understand, brother. Let me speak too. Я уже забыл, тут напряглась так ситуация. Он считает, что Якуб гораздо, как то же самое, по сути, что ты ему говорил, что это разные уровни, то же самое тебе со стороны Якуба говорят, что Якуб другого уровня боец, и для него это будет достаточно легкий бой. За счет чего ты можешь меня выиграть? Ну что ты мне можешь дать такого, чего я просто не понимаю. Во что ты веришь? Why do you believe that he can win? What skills he has? In which of skills he can dominate? Okay. Nasıl domine edeceğini düşünüyorsun onu diyor. Ben onu 2 alanda da domine edeceğimi düşünüyorum. Çünkü son 2 maçımı görürseniz zaten bir tanesi submission, bir tanesi knockout'la geldi. Ve bunların ikisi de ilk dakika içerisinde gerçekleşti. Bunda çok farklı değişeceğini sanmıyorum yani. He have the world record striking in MMA. 5 seconds. You know? It doesn't matter. Wrestler, okay. Striking, okay. Boxing, okay. We don't have problem, brother. We are your problem, brother. Okay? Он говорит, что ты же понимаешь, что у Якуба мировой рекорд по самому быстрому нокауту за 5 секунд. И, соответственно, также он говорит, что у них вообще нет проблем, какими бы скиллами ты не обладал. Боксинг, страйкинг, борьба, все равно.
Они думают, что проблема они для тебя, а не ты для них. 5 минут назад они вроде хотели мне за 20 секунд ноги зайти, сабмишн сделать. Я не верю таким сказкам. За самый быстрый нокаут в истории вообще в мире, это он имел в виду. Ну, за что купил, за то продал. Алкаша я тоже могу вырубить где-нибудь там за секунды 2-3. Все в уровне оппозиции. Oh. Он пьяный? He says that maybe that record was only because of the level of the opposition. Why not? Why not? Okay. The before fighter, one championship fighter. Before fighter in Hyperion fighter. Before fighter and UFC fight best fighter. You know before fighting. Who is? Who? Он говорит, что нет, это не так. Вот как раз он назвал бойцов из достаточно серьезных организаций, с кем Якуб имел честь разделить октагон. И, соответственно, интересуется, с кем у тебя были бои. То, что у его соперников рекорд типа 1-4, 0-2. Посмотрите мою любительскую базу, потом посмотрите мою профессиональную базу. Я прошел тех, с кем бы он никогда не дрался. Насчет еще что было? Что он еще сказал? По сути, это то же самое спросил. У него рекорд 4-4. О чем может идти речь? О каких соперниках идет 4-4? You're watching. Jakub's fighting. Not watching. Yes, Sergo says that he was watching and he doesn't believe that Jakub's opponents were high level because they have record like 0-2, 1-4. And if you're asking about his opponents, he says that you should watch his amateur record and those guys who has fought in his pro MMA career. He thinks that Jakub has never had that level of opponents. 5-4 olduktan sonra tekrar bunu konuşuruz onunla. You know what? You know what? 5-4. You know what? 1. Hey, look at me. Look at me. Look at me. Oh, tough guy. Кто его пустил сюда? От себя слова придумывать. Человек два слова говорит, он 13 слов придумывает от себя. You can run, but you can hide. Sergo believes that you are not translating properly. He said two words. No, you can understand. You can understand. You can understand. Not fighting, just marketing. Okay? You are the best marketing fighter. You can. Bro, drink you water. Can run. Bro, drink water. You can run, but you can't hide. I'm here. We are the Turks. I'm here. We are the Turks. Tomorrow night, see you, brother. Maybe see you. Я не знаю, похоже, типа язык проглотил, может, я не знаю. Drink water. Drink water. Sergo is already thinking that he's fighting with you, but not Jakub. Okay. Thank you, brother. I'm gonna tomorrow night. Hey, brother, sleep. Wake up. Wake up. Okay, I will give you water. I have. Hey. Bro, tomorrow I kill your boy and kill you. Let's go, tough guy. Speak. Tomorrow you cry. Oh, yes. I can see. Посадите его же сюда. I can see. Ему поддержка нужна. Посадите его сюда. You're not believe. I can see. We can see. Okay, let me ask. I have several questions because there was even bigger war on Instagram. Not only with Sergo, but with one more guy that is sitting here. Your contract signing in Gamma was pretty loud. You called out Polada, our bare knuckle boxing fighter, and he actually has some MMA record too. So can you tell me a few words about why did you call him out? Why did you want to get this fight first? And generally, are you guys that motivated and like team spirit and all that stuff, that aggressive team spirit? Biz buraya kadar zaten hep savaşarak gelmiş bir milletiz. Bu saatten sonra da bizi hiçbir karşımızda duran kişi yani etkilemez.
Her ne olursa olsun cumartesi günü onu parçalayacağım gibi bir sonrakini de parçalayacağım. Hiçbir şey değişmeyecek. We are the Turks. We are my country people in warrior. Okay? In warrior. I'm not Armenian man. We are the Turks. Okay? One Turks, one soldier. One Turks, one soldier. You know what? You know what? You know what? We are Turks. Actually, I was asking about why he called out Polada. The fact that you are Turks, we already knew. Yeah, but why did he called out Polada? And is this fight still interesting? And what was the motivation? Can he say a few words about that challenge that he called out Georgi? As far as no, we are talking about the call out, the challenge that Jakub made in Instagram, and they had some interaction in comments. But yeah, I'm not proposing you fight yet, yeah, because he has the fight actually in MMA. But if yeah, we agree upon the terms and etc. Yeah, of course we would like to make that fight. But the question actually was, Yes, we want. yeah, Yes, we want. Doesn't matter who. okay, Yes, tough guy, good fighter. It doesn't matter. okay. So you are Jakub Şahin. Doesn't matter. Brother, Yes, good fighter. More Being respect doesn't matter. He's Yes. asking your Брательник. question. Yes. And you not like answer the right question. Yes. Answer, you know, he asks you why he. Yes, we are brothers. You believe? I understand. You writing me? Let me Yes, speak. okay. Brother, You say, brother, come here. I'm go. here. Brother, let me ask. Yes. Look, Maestro Georgi is asking him why he like Yes. spoke about Evet, me. yes, yes, yes. Sen soruyu bana sor. Answer ben about cevap that. vereyim. Onu Answer. söyle. Yes. What is? MMA or bare knuckle. That doesn't Very matter. good. You can talk, you can talk. Okay, okay. Брат, дай им сфокусироваться завтра. Завтра ему надо быть сфокусированным. You want fighting? You want fighting, talking. Dövüşmek, hayır diyor ki bana sorun ben cevap. Думай о завтрашнем бое. Ben cevaplayacağım ya. Onu söyleyeyim. Tomorrow, bro, tomorrow. Brother, tomorrow you have fight, and I think that this guy will smash you. But I want you win tomorrow, and if you will win after my fight, I'm gonna smash your face, brother. I'm gonna take your soul, brother. Remember. Who are you? Snake? Which snake, brother? Anaconda, brother. Cobra or Guelhokera Rogorari Arvis, brother. Georgia, Who are you, brother? brother? Who are you? 1021 დაგანახი ბაეკ საქართველოში გაიგე? Think about tomorrow fight, because I think this guy will smash your face, and if this guy not will smash your face, I'm gonna smash you, brother. I'm gonna smash you. Remember. I'm next level, brother. You never seen level like me, brother. Sonra senin diyorsun parçalayacağım diyor. Are you happy? Georgian brother. I am Georgi Poladishvili. Yo, I am Georgi Poladishvili, the real steel, brother. Remember. You're so funny guys. Just Funny. Kerem, ben bir konuşayım mı? Якуб 3 слова сказал за всю конференцию. Все говорит его тренер. Кто это? Я не знаю. Официант, может, местный. Polat'ın Возьми стул, sit down. en başında da söylediğim gibi Polat'la kişisel bir meselem yoktu. Sadece arkadaşıma laf attığı için, yani çok fazla konuştuğu için bu kadar konuşmaması gerektiğini ve onu susturabileceğimi söylemiştim. Yine her söylediğimin arkasındayım. Onun maçında da aynı şekilde susturacağıma söz veriyorum burada. Yani hala konuşuyor. Neden bu kadar çok konuştuğunu anlamış değilim. Bunları yüz yüze kafesin içerisinde çözebiliriz. I have a problem. First of all, what I wrote to you. Do you know what 100 is? Who is guy? Yes, right. Yes, What right. Yes, that right. In the war. Yeah. In the war. What? Siyasetten bunu koyuyor. What that means? Siyasi bir sıkıntıdan bahsetti. შემდეგში მეტად უკეთესი თარჯიმანი გვეყოლება თურქულიდან. თუმცა
კარგით. მე მგონი რა ვიცი ახლა ცოტა ურზაურში გადაგვეზარდა ეს ყველაფერი, პლუს ენის ბარიერიც თავის წულ შეიტანს. ამიტომ რა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული დაძაბულებაა და სათანადო ბრძოლაც გველის. და თუ ვინ მოიგებს და როგორ ამ бრძოლას ვიხილავთ ხვალ ჩემი აზრით. Серго, хотел что-то сказать, добавить. В зале вроде вопросы были, я хотел бы услышать публику, хотел бы услышать вопросы. Okay. Вон парень в очках, вон парень, дайте микрофон. Давайте я скажу сначала. Всем гамарджоба, у меня вопрос к мужчине в черной кофте. Ты сказал то, что за 20 секунд Якуб задушит Серго. Хату ставишь? Я ставлю хату в Краснодаре. Yes, I will translate. So, as you promised, he's asking, you promised that Jakub will finish Sergo with submission for in 20 seconds. Yes. Are you ready to bet? Bet a house. Yeah, are you ready to bet a house? Во-первых, хочу обратиться к Абдулу. Брат, ты несколько минут назад обратился к моему другу, спросил его, что ты волнуешься или как там, да? Я правильно помню? Личное было, брат. Да, я понимаю, я хочу тебе сказать, что мы армяне, мы ничего не боимся, во-первых. Да. И наша самая главная инициатива и победа в том, что мы, снова повторюсь, армяне. И хочу обратиться к Якуб, да? Your name Якуб? Якуб, что ты ничего не говоришь? Вместо тебя твои друзья все обговаривают, все делают вместо тебя. Вместо тебя дерется никто не будет, брат. Скажи что-нибудь. Jakub, the gentleman is asking, so actually your friend is speaking instead of you. So he won't fight instead of you tomorrow. So can you speak more with us yourself, but not with your friend? Buraya güzel bir organizasyonda iyi bir performans sergilemeye geldim. Her zamanki gibi yaptığım işi yapacağım. Bu benim hayatım. Yani buraya dövüşmeye geldim. Dövüşeceğim ve buradan galibiyetle ayrılıp evime geri döneceğim. Ülkemi temsil ediyorum burada. Yes. I believe winner. Okay. Tomorrow night, your job fighting. Just fight. Just win. Okay, we are fighting. You're gonna fight. You're gonna blue. You're gonna hide. Okay, you all win. Just watch. Я могу вас обоих завтра привить в одно время. Okay. Кай, მე მგონი საკმარისი ვისაუბრეთ. Я слышал, что в ГАМе есть система бонусов, правильно? Конечно. Завтра этот бонус будет мной. Какой именно? Уточни, пожалуйста. Какой есть бонус? Есть бонус за submission, за нокаут и за бой вечера. Сколько бонус? Потышелар сверху. За бой вечера и обоим бойцам. Заберу за бой вечера и за нокаут вечера. У аудитории есть вопрос. Sen Yakup'u yenersen sana araba hediye edeceğim ama seni evsiz bırakmayacağız. Evini almayacağız senin. Это будет подарок. Это не ставка, это подарок. Что за машина будет? Можно узнать? Which car, Ahmed? Which car? Tomorrow, I leave Georgia for Armenia in Mercedes. შესანიშნავი, რა, მე მგონი უკეთ Rüya görüyorsun, rüya. Batono? Rüya görüyorsun sen, rüya. Sen bir rüyadasın, seni yarın uyandıracak. Rüya görüyorsun, rüya. Seni yarın uykundan uyandıracak. Вы заметили, что все, кроме Якуба, говорят? Просто говорят. Якуб, скажи что-нибудь. Sergey is also asking, say something. Everybody is talking instead of you. Я еще хочу, чтобы бонус дали этому парню за отличный перевод. Он заслуживает. Тарджимнები გჭირდება. გამოვეხმაურეთ. Okay. Any more questions? Expressions, etc. Okay. Я надеюсь, запечатлели то, что завтра я уеду на Мерседесе. It will be great fight, I'm sure. So, good luck, guys. Thank you. Удачи.
მებრძოლებო, თქვენთან ერთად ვართ უმძიმესი წონითი კატეგორიით და მინდა წარვადგინო ლაშა როინიშვილი და მისი მეტოქე მუჰამედ აბდულაევი. აპლოდისმენტებით შევხვდეთ მებრძოლებს, გთხოვთ. გადავიდეთ კითხვებზე მებრძოლებთან, ეგრევე ლაშასთან ვიქნები კითხვით. ლაშა, შენ სხვადასხვა დისციპლინებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპორტსმენი ხარ. ასპარეზობ როგორც ბერნაკლში, თანაც გრეპლინგში და ასევე ახლა გაქვს MMA-ში ბრძოლა. რამდენად კომფორტულია შენთვის ეს რითმი და გეხმარება თუ არა ასე ვთქვათ, ყოველივე დისციპლინაში რომ ბრძოლა ჩაატარო და რაც თავარია აირჩევ რომელიმე დისციპლინას თუ ავპირებ გაგრძელებას ასე აქტიურად სხვადასხვა დისციპლინებში ასპარეზობისა. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფა. დიდი მადლობა ორგანიზაცია გამას, რომ აძლევს საშუალებას რომ დავრჩი აქტიური. დიახ, მართალი არის, მე გამოვდივარ მუშტიკრივში, ძალიან მომწონს ეს მიმართულება, ასევე ვასპარეზობ, ჭიდაობ. ფიქრობ, რომ MMA უბრალოდ შედგება ბერნაკლისგან და გრეპლინგისგან და რატომაც არა, ჩემთვის საინტერესო არის ახლა შევიქმნა კარგი რეკორდი, გამიცნოს MMA სამყარომ. ჩემი სურვილი არის რომ გავაკეთო ნაბიჯი წინ MMA-ის მიმართულებით, ამიტომ აუცილებლად დავჩები აქტიური. უბრალოდ მე ვიღებ გრეპლინგის მატჩებს, ვიღებ კრივში, ბერნაკლში მატჩებს, რადგანაც სულ აქტიურად ვარჯიშობ, ბოლო 3 წელი არ ყოფილა ერთი კვირაც რომ დამესვენებია, ვარ აქტიურად ფორმაში და ჩემი მიზანი არის გავხდე უკეთესი და გავხდე საუკეთესო. ამიტომ პირიქით მადლობა, კი, ეს მე პირიქით მეხმარება და ვრჩები აქტიური. და ასევე აპირებ გაგრძელებას უახლოეს მომავალში თუ რამე კონკრეტულ დისციპლინის არჩევა გსურს? მე არ მინდა რომ ამ ბრძოლას რაღაც გადავახტე, ახლა ფოკუსირება მაქვს ხვალინდელ ბრძოლაზე, მაგრამ ჩემთვის საინტერესო არის MMA, ასევე რჩება საინტერესო ქამრის მოპოვება ბერნაკლში, ამიტომ ამ ორ მიმართულებით მე აქტიურად გავაგრძელებ. ვფიქრობ ერთი მეორეს ეხმარება და ხელს არ უშლის. შესანიშნავი. კიდევ შემდეგივე კითხვა შენვე დაგაწევ, ვინაიდან შენს MMA-ის რეკორდზე ისაუბრე და მიუხედავად საკმაოდ დამაჯერებელი პერფორმენსისა, რომელიც ჩაატარე გამას რინგზე MMA-ის წესებით, სამწუხაროდ no contest-ი დამთავრდა. თუმცა ძალიან სანახაობრივი ნოკაუტი გამოვიდოდა, რომ არა კეფაში მოხვედროდა. ამ ბრძოლაზე რა შეგიძლია თქვა, ანუ როგორ გინდა ნოკაუტით გაგეგმარო და ასრულო თუ სხვანაირად მიუდგები? ვფიქრობ, რომ ჩემი ამოცანა არის რომ ვაჩვენო სანახაობრივი ბრძოლა და გავიმარჯვო აუცილებლად. მე ვიბრძოლებ დგომში. ვფიქრობ, რომ კარგი გული აქვს ჩემო წინააღმდეგეს, ვნახე რამოდენიმე ბრძოლა, კარგად მუშაობს ფეხებზე, მოძრაობს და თუ არ გაიქცევა ბრძოლისგან, ვფიქრობ შევთავაზებთ კარგ გაცვლებს და გავახარებთ მაყურებელს. მე მზად ვარ ვიჩხუბო დგომში, მაგრამ ასევე მზად ვარ ნებისმიერი სხვა ვარიანტისთვის, რომ გაგრძელდეს ეს ბრძოლა პარტერში ან ვიმუშაოთ კლინჩში. მაგრამ ჩემი სურვილი იქნება გაცვლები და კრივი. კეთილი. მეგობრებო, თუ მებრძოლთან კითხვა გვაქვს, შეგვიძლია დავსვათ, თუ არა და გადავალ მის ლაშას მეტოქეზე, მუჰამედ აბდულაევზე. მუჰამედ, გამარჯობა. უპირველეს ყოვლისა, first of all, I would like to say that Muhammad has 4 win streak and all 4 previous fights he finished before the judge's decision. So what is the plan for this fight? Because I will tell you, maybe you was
they didn't manage to translate that Lasha is ready for wrestling, grappling, and everything, but he would like to fight standing since he wants to make big show. Soruşur ki sən son 4 döyüşün artıq seriyadasan, qalibiyyət seriyasındasan və döyüşlərin 4-ü də vaxtından tez yekunlaşıb, ya nokaut, ya Balivo ilə. Bu döyüşə yanaşman nətərdir və döyüş üçün planın nədir? Ayaq üstə döyüş göstərməyə planlayırsan, yəni əl-ayaqda, strikingdə, yoxsa daha çox qurduğun plan güləş üzrədir? Bir də əlavə eləmək istəyir ki, Lasha belə deyək də, daha çox stoykaya meyllənir ki, zrelişini boy göstərsin. Sən bu haqda fikirlərin nədir? Mənim bu haqda fikrim odur ki, mənim üçün fərq eləmir. Ayaq üstə də döyüşə biləcəm, güləşə də biləcəm, grapplingi də bacarıram. Döyüş vaxtı bunu analiz eləyəcəm. Rəqibimi yaxşı analiz eləyə bilirəm. Döyüş vaxtı rəqibimə baxmışam. Zəif yerlərimi bilirəm. Planım var, ona uyğun da işləyəcəm. He's saying that he is ready in all aspects of the game. He can also strike, he can also wrestle, and that he believes that he has analyzed his opponent good enough and he knows his weak spots, which he's planning on working and dominating. So the question is, will it be stand fight or will it be a surprise for us? Is he offering to do striking, or he's asking what he wants to do? Or he's offering that he wants... He just expressed his wish. He wishes to fight on the stand-up. He would like to make stand slugfest. Okay. Deyir ki, sən artıq hoca planın nədirsə ondan gedəsən, amma rəqibin belə deyək də istəyi odur ki, səndən qarşılıqlı hörmət çərçivəsində ki, dayanıb ayaq üstə rupqa eləyəsiz. Sən bu haqda fikrin nədir? Ola bilər, niyə də yox. Mən hər ki dediyim kimi istənilən vəziyyətə hazıram. Onu əmin eləyə bilərəm ki, mən çox yaxşı döyüş göstərəcəm və bu döyüş çox maraqlı olacaq. Rəqibimi yenə deyirəm, rəqibimi hörmət eləyirəm və zəif hesab eləmirəm. Zəif rəqib seçməkdə zaten mənə yaraşmaz. Bəyənirəm, yaxşı bir döyüş göstərəcəyik. He respects his opponent. He believes he's a very good fighter. And he believes that they're going to put on a fun, for the audience, fun fight. And the slugfest that he wants, he will get it tomorrow. Very nice. ესე იგი, სერიოზული დარტყმების გაცვლა გველის ხვალ. შესანიშნავი, მე მგონი აპლოდისმენტების ღირსია ეს მომენტი. As far as sorry. Muhammad says that he has time to analyze Lasha, and actually my question was that Lasha is pretty active sportsman. He has many fights and his video of his fights in different disciplines, in MMA, boxing, grappling. So that was the question actually. Did it help Muhammad to analyze his fights properly and learn his opponent? Soruşur ki, Laşanın müxtəlif döyüşləri olub və belə də Laşanın üstünə material çoxdur. Analiz eləmisənmi onları və o content sənə nə qədər kömək eləyib analizlərində? Bəli, rəqibimi analiz eləyib döyüşü qəbul eləmişəm. Mən düşünürəm ki, daha universal döyüşçüyəm və istənilən vəziyyətə hazıram. Yes, he has analyzed his skill set through his fights, and he believes that he is, as a fighter, as an athlete, he is more well-rounded as far as his striking, grappling, wrestling. He believes he's more well-rounded when it comes to Lasha. With all due respect, of course. Okay. So, anyways, do we have questions? No. Nice. So that's it, guys. This will be a fight in absolute weight category. Yeah, please go ahead. So can you translate for him? Okay. My question is, both fighter is heavyweight division, and they have difference for weight.
difference They for have weight difference. Yes, these both have difference. And what do you think, Muhammed, this is weakness for him? Deyir ki, Laşanın çəkisi səninkindən çox gəlib. Səncə bu sənə qarşı hansısa bir dezavantaj olar? Mən axırıncı döyüşüm Oktagonda oldu, Kazakstanda. O döyüşə heç hazırlaşmamışdım. Mən Dubayda istirahətdə idim. Döyüş gəldi və mən qəbul elədim. Döyüşə mən gedəndə 21 kilo rəqibim məndən artıq idi, amma mən döyüşü qəbul elədim. He's saying that it's a good question. If you would look at his last fight, his opponent was 21 kilograms heavier than him. And he was absolutely unprepared for that fight. He was actually on vacation in Dubai. He was having a good time there, relaxing. And 1 week before the event, they proposed him the fight, and he accepted it. And he actually flew from Dubai to Kazakhstan for the fight with zero preparation, with zero nothing, with an opponent who was 21 kilograms heavier. So I think that answers your question. Yeah. Okay, nice. So everybody's well prepared. We are well prepared. So let's. Okay. უბრალოდ მინდა უსურვო ჩემ მოწინააღმდეგეს რომ ტრავმების გარეშე ჩაიაროს ხვალინდელი ბრძოლა. მინდა ასევე უსურვო რომ მიიღოს სიამოვნება ამ ბრძოლით. კარგი ბრძოლა მინდა ვაჩვენო გაცვლები. არ მჭირდება სუსტი მეტოკეები, არ მჭირდება გაქცევა. მოვიდეს, დადგეს რინგის ცენტრში და ვაჩვენოთ რაც შეგვიძლია. ეგ არის სულ. Lasha says that first of all he expressed his respect towards the opponent. He believes that he has a really tough opponent, and that's why he's very happy because he watched also fights, and he expects from Muhammad the kind of fight that I was talking before, about slugfest and interchange of punches and etc. So. And Lasha expects good fight and wishes good luck, so that they both finish the fight with no trauma and let it be the fight of the night. Lasha deyir ki, rəqibimə çox hörmətlə yanaşıram və onun da güclü idmançı olduğuna inanıram və özümə də ona da uğurlar arzu edirəm ki, bu döyüşümüz travmasız, amma eyni vaxtda da zrelişli və belə deyək, stoykada maraqlı bir döyüş göstərək bizə yaraşan kimi. Laşanı çox intizarda saxlamıram. Düşünürəm ki, Laşanı çox intizarda saxlamaq istəmirəm. Düşünürəm ki, onun istədiyi bir döyüş olacaq. Stoykada döyüşəcəyik və gecə üçün çox maraqlı döyüş olacaq. Mən də rəqibimə hörmət eləyirəm. Mən bu döyüşə özümə sübut eləmək üçün gəlmişəm daha çox. Mənim üçün özüm bu döyüşdə daha çox maraqlıyam ki, mən nə bacarıram. Muhammad is saying that for him this fight has a different value for him, because for him this is the fight where he wants to prove to himself what he is and what capabilities he has in striking and so forth. And he's saying that a man with something to prove is a dangerous man. He is also saying that I will give Lasha what he wants. We will stand and bang with him. That's what he's saying. And he is also adding on top that he is in full respect to his opponent and he is looking forward to their fight. Nice. Thank you guys. It was really nice to talk to you and wish you good fight tomorrow. Mashas მეგობრებო, ჩვენ გადავდივართ მთავარ ბრძოლაზე და ეს ბრძოლა, ეს დაპირისპირება შედგება გიორგი ქისტაურის და ნიჰად გულიევის შორის. ძალიან მაგარი ბრძოლა გველისწინ, უბრალოდ მენდეთ. ხოლო ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ მებრძოლებზე. გიორგი, შენთან გადმოვალ კითხვით. გოგა. Okay. გოგა, შენთან ვიქნები კითხვით, როგორი შეგრძნება იყო ასეთი მაგარი ბრძოლებით ახუნძლული ივენთის მთავარი ბრძოლა. ჰედი. მოგესალმებით პირველ რიგში. მაგარი შეგრძნება არის, რა თქმა უნდა.
და პირველად არის ჩემთან რა ესე main fight-ი, ასე რომ ვთქვათ, main fight-ი ჩემი პირველია ეს. და კარგი შეგრძნებაა რა. უფრო მიმაღლებს რაღაც იმას, მოგების სურვილს რა, ასე ვთქვათ. The same question towards you guys. As far as you can see, there are many good fights in this event. And what are the feelings for Nihad to be a headliner of this kind of event and fight in the main card, in the main event? Mən professional döyüşlərimin çoxsu axırıncı döyüş olub, Globun döyüş olub. Bu bizim üçün normal bir şeydir. Mən sizə yaxşı döyüş göstərəcəm. Özüm üçün çox maraqlı olacaq. Rəqib üçün unudulmaz bir məğlubiyyət olacaq. Nə olacaq? Məğlubiyyət, unudulmaz bir məğlubiyyət. He's saying that being a part of the main event is just another day for him. Like this is not the first time he's headlining an event. Before this, he was also part of another main event, and he's very excited to show his skill set and what he's capable of doing. And he's also wowing his opponent that he's going to win in spectacular fashion. Nice, nice. I have one more question. Being a headliner in second fight in foreign country, is it a problem or vice versa, a motivation? Sən xarici bir ölkədə yenə gecənin döyüşü olmağı, sənin döyüşün yəni gecənin döyüşü olmağı sənin üçün hardasa əlavə bir məsuliyyət sənə yüklür, yoxsa naborot sənə bu daha da təkan motivasiya verir? Mən bura gəlməyəndə mən məsuliyyət daşıyıram, müəllimlə gəlmişəm, ona görə mütləq udmalıyam. Fərq eləmir döyüş, axırıncı döyüşdür, lap yaxşı mənim üçün. He's saying that it doesn't really add any pressure on top of him because it doesn't matter, first fight, last fight, it's a fight. What's he saying? He's saying that the main responsibility that he feels on his shoulder is to prove his coach right and go home back with the victory. But apart from that, being main event doesn't add anything on top of it. შესანიშნავი. გიორგი, ისევ შენთან გადმოვალ, გოგა. ისევ შენთან გადმოვალ, კითხვით. წინა ბრძოლა საკმაოდ დამაჯერებელი და სწრაფი ნოკაუტით მოიგე. თუმცა იმ ბრძოლის მერე არც ისე ცოტა ხანი გავიდა და რამდენად მოწყურებული ხარ ბრძოლისადმი, მინდა კითხო უპირველეს ყოვლისა და მეორე რა გეგმა, ანუ ამჯერად გაიხანგრძლივო გინდა სიამოვნება და რა ვიცი, სამივე რაუნდი იბრძოლო თუ პირიქით ისევ ნოკაუტზეა გეგმა? კი, დიდი ხანი გავიდა ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ. ძალიან მოწყურებული ვარ ბრძოლას, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება გეგმას, ესა ჩემი გეგმა რომ გავიხანგრძლივო უფრო, ვისიამოვნო უფრო 3 რაუნდისთვის, 5 რაუნდისთვის. მზად ვარ რა მოკლედ რა, ყველანაირად. უნდა ვისიამოვნო. დანარჩენს ჭუბი გვანახებს რა, როგორ წარიმართება იქ რა შიგნით კეიჯში. მოდი ბარემ კიდევ ერთ კითხვასაც დაგაწევ. ამ კარდის main და co-main event-ზე ჩემპიონთა აკადემიის გუნდის წევრები ხართ და აი რამდენს ნიშნავს ეს შენთვის და დამატებითი мотиваცია თუა რომ თანაგუნდელებთან ერთად ერთ ივენტზე იბრძვით? კი, რა თქმა უნდა, мотиваცია არის დამატებით. ერთ ივენტზე ვიბრძვით, ერთად გავიარეთ მომზადება. ზუსტად მაგის შეკითხვა მინდა. ერთად გავიარეთ მომზადება, ერთმანეთს мотиваციას ვაძლევდით, რა თქმა უნდა. ნუ ისეც არ გვაკლია ჩვენ დარბაზში ერთმანეთისთვის мотивაციის მიცემა, ერთმანეთისთვის გვერდში დგომა. და ანუ მეც უფრო მეტ мотиваციას მაძლევს რა ნიკუშა რო ჩემთან ერთად იჩხუბებს და ამ ივენტზე მით უმეტეს co-main ივენტი იქნება. მოკლედ კარგია რა, ერთად ჩხუბი, თანაგუნდელების ერთ კარზე ჩხუბი კარგია. და კარგად გვაქვს დაცდილი თან რა, მე და გიოს და ეხლაც ესე უნდა დასრულდეს რა.
შესანიშნავი. დაუბრუნდები კითხვით შენს მეტოქეს. Nihad, did you have time to learn your opponent and how can you assess his skill set and what are your advantages that you can share with us? Soruşur ki rəqibi oxumusan, ümumiyyətcə onun haqqında araşdırma eləmisən, döyüşlərinə baxmısan və ümumiyyətcə rəqibin bacarığı haqqında fikirlərin nədir və özünü nədə daha üstün hiss edirsən? Rəqibin döyüş stili haqqında yəni fikirlərin nədir qısaca? Rəqibin döyüş stili haqqında heç bir fikrim yoxdur. Döyüşü mənsi müəllim qəbul edib, müəllim baxıb bizə biz hazırıq. Yəni stoyka, partiya fərq eləmir. Biz hər cəhətdən hazırıq. Bəs döyüşlərinə baxmısan, analiz eləmisən döyüşlərini? Yox, rəqibin döyüşlərinə baxmamışam. Baxmamısan rəqibin döyüşlərinə? He's saying that he didn't analyze any of his fights. He just prepared to this fight just like another fight. And the opponent was chosen by his coach, and by the coach. And basically for him it's just another fight. So he really doesn't have any opinion about he cannot really share anything about his skill set as far as for this fight. Understood. There is that kind of approach towards fights too. Okay, nice. So do we have any questions? Вопросы? Пoladas мивартват микрофоны. I don't have a question. Я хочу просто сказать, что я говорил, не знаю, года 2 назад, что я из Бернакла уйду и придет мой друг, мой брат Гога и покажет, как нужно боксировать. Он в Бернакле не пришел, но пришел в Гамме. И я уверен, с Божьей помощью он завтра не просто выиграет, а выиграет красиво. Так красиво, как мы хотим. Братишка, у тебя очень большая голова, и я думаю, что он со своей задней с правой рукой тебя выключит, братишка. Это мой одноклубник, я ему сейчас переведу сперва, а потом тебе ответим. Deyir ki, mən Bernakldan çıxandan sonra bilirdim ki, mənim yerimə mənim dostum gələcək. Deyir, bunun boksu güclüdür. Sənə də sabah deyir, dəyib və güman edir ki, sənə aşırdacaq. Mən, nə deyirsən? Он говорит, что он завтра покажет мастер-класс борьбы азербайджанский и покажет, как с боксером надо вопрос решать. Брата, я не только в том уверен, что он может его отбоксировать. Я уверен, что он его и побороть тоже сможет. Потому что он очень сильный брат. Он тоже мой одноклубник. Мы не только братья. Мы вместе идем уже много годов. Я знаю, что он очень сильный брат. Он очень хорошо борется. Очень хорошо боксирует. У него очень хорошие ноги. И я еще раз хочу сказать, что с Божьей помощью он завтра очень красиво выиграет. Очень красиво. Не просто выиграет, а очень красиво. Let's go, my brother. Let's go. Let's покажем грузинскую силу, братишка. Let's go. Грузинскую силу. Смотри, нам нашу силу даже показывать не надо, потому что весь мир нашу силу и тогда и знает. Нам ничего не надо показывать. Если ваш выиграет, от меня тебе стол. Накрою стол тебе. Deməli, bu deyir ki, mənim dostumun eyni klubda məşq edirlər bunlar da. Deyir ki, mənim dostumun nəinki boksu, deyir sabah səni güləşdə də aparacaq. Sabah görərik də. İnşallah sabahlarımı göstərəcəm. Güləşimi də, boksumu da, hər bir şey göstərəcəm sabah. Он говорит, что на английском? He's saying that tomorrow we will see everything. If who's the better boxer and who's the better wrestler. Absolutely, yes. We're gonna show the good fight, you know. Yes. I'm expecting that. 3 rounds, or doesn't matter for me. I'm ready for 3 rounds, 5, 10, doesn't matter.
Wrestling, boxing. We have 3 rounds, guys. No 10 rounds. Dek sabah dövüş gösterəcəyik. Hazır. He's ready. And he can win. I'm ready too. We are ready too. შესანიშნავი. Good luck, guys. We expect really nice fight tomorrow. მაშ ასე. მეგობრებო, მოგესალმებით გამას ოფიციალურ face-off-ებზე. და მე დიდი სიამოვნებით ვიხმობ პირველ მებრძოლს. წონითი კატეგორია 77 კილოგრამი. ლუკა ციკვაძე. აპლოდისმენტები გთხოვთ. ლუკა დაუპირისპირდება სპორტსმენს თურქეთიდან აბუსამენ ჩაკირ. პირისპირ კამერებისკენ გაიხედეთ. კამერებისკენ. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. Thank you guys. შემდეგი ბრძოლა შედგება 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველი მებრძოლი ემრე კარაკოს. აპლოდისმენტები. ემრეს დაუპირისპირდება მებრძოლი გორიდან ბექა გოგიჩაშვილი. პირისპირ კამერებისკენ. აპლოდისმენტები მებრძოლებს. შემდეგი ბრძოლა ჩატარდება წონით კატეგორია 84 კილოგრამამდე. და პირველი მებრძოლი სპორტსმენი თურქეთიდან ემრე კარაჩამ. ემრეს მეტოქე გიორგი ბრეგვაძე. დაიძაბა სიტუაცია. კამერებისკენ. აპლოდისმენტები მებრძოლებს. საინტერესო დაპირისპირება გველის წინ. მეოთხე ბრძოლა ჩატარდება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. და მე ვიხმობ მუჰამედ აბდულაევ. მუჰამედის მეტოქე აირონ ლაშა როინიშვილი. აპლოდისმენტები ჩვენ ძიმე წონოსნებს. შემდეგი ბრძოლა შედგება 66 კილოგრამამდე. და პირველი მებრძოლი სომხეთიდან სერგო ალექსანյան. სერგოს მეტოქე მებრძოლი თურქეთიდან იაკუბ სნეიკ შაჰინ. აპლოდისმენტები მებრძოლებს. აპლოდისმენტები სპორტსმენებს. შემდეგი ბრძოლა შედგება 63 კილოგრამამდე.
და პირველი მებრძოლი სასომხეთიდან ოვანეს ღარაგოზյան. ოვანეს დაუპირისპირდება ნიკოლოზ Iron Leg კურტანიძე. До завтра не терпится. Что смотришь, ты меня видишь, я тебя спрашиваю, тебя до завтра не терпится. Или что тихо сидел на конференции? კარგით. გაიწიეთ კამერებისკენ. აპლოდისმენტები. შესანიშნავი. და მთავარი ბრძოლა რომელიც შედგება 70 კილოგრამში და მე მინდა ვიხმო მებრძოლი აზერბაიჯანიდან ნიჰად გულიევ. ნიჰადისთან ჩვენს ოქტაგონს გაიზიარებს გოგა ქისტაური. გავამხნევოთ მერე ჩვენი მგლები. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. ხოლო მე მოგახსენებთ რომ ეს იყო ოფიციალური face-off-ი გამას მეორე შეჯიბრის შეველულ ორთაბრძოლებში ხვალ ანუ შაბათს 27 რიცხვში გელით გამა fight hall-ში ქსანის 2 ნომერში მობრძანდი 7 საათზე უმაგრესი ბრძოლები. Yes.